ამიტომ სამი ალბომი კი ესე გამოიყურება. პირველი დავიწყებდი აუცილებლად Crossbones-ით. Crossbones-ი არის ზუსტად ის დაჯგუფება ანტი-გენგი. ბლაცები, კრიფსები და Crossbones-ის ალბომს ქვია Wise Guys და სწორედ აქ არის ზემოთხსენებული ვიოლეტ კაფულა, რომელიც იყო პირველი ქალი ზამბიელი ვოკალისტი, რომელიც სამროკს ასრულებდა. რომელსაც საკმაოდ რთული გზა აქვს გამოვლილი ისევე როგორც ჯაგარი ჩანდას თავისი ძმა უბრძალავდა მუსიკის კეთებას და საერთოდ წასვლას ბენდთან დასაკვრელად. ამავენაირად ვიოლეტ კაფულას დედას ძალიან არ უნდოდა რომ მისი შვილი მომღერალი ყოფილიყო. და ერთი საინტერესო ისტორია არის, რომელსაც თვითონ ვიოლეტ კაფულა ყვება. როცა დედამის უთხრა რომ ბურთის სათამაშოდ მივდივარო და სინამდვილეში გაიპარა მის საყვარელ ბენდთან სამღერად, იმიტომ რომ იქამდე მორცხვი იყო და მისმა სკოლის მასწავლებელმა უთხრა რომ ძალიან ლამაზი ხმა გაქვსო. აქედან ცოტა რაღაც თავდაჯერება მიეცა, მე რამდენიმეჯერ თავის მეგობრებთან ვიყერა და ეხლა უკვე სიტუაცია, სადაც იმ ზემოთხსენებული კაფეს გვერდით ვიოლეტ კაფულა მღერის კაფის გვერდით ვიოლეტ კაფულა მღერის და სრულიად შემთხვევით იმ ტერიტორიაზე დედამისმა ჩამოიარა და მისი შვილის ხმა რა თქმა უნდა იცნო. გულიაერია. ხო გემრიოდიო. და ხო